ოკუპირებული აფხაზეთი ანექსირებული ყირიმის ნაცვლად რუსეთი მოქალაქეებს სოხუმში დასვენებას თავაზობს. უკრაინის მასირებული თავდასხმების გამო ყირიმში წელს ტურისტული სეზონი ჩავარდა. ანექსირებულ ნახევარკუნძულზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ყირიმული საჰაერო თავდაცვა ეცემა 1-დან 29 ივნისამდე ჩიტებმა მტრის საჰაერო თავდაცვის 31 სისტემა დააზიანეს. დაწერა უკრაინის უპილოტო ძალების მეთაურმა მადიარ ბროუდმა. ჭხუბი ბენზინის რიგში რუსი კაცები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ერთმა კი რიგში მდგომი ქალის მანქანას საბურავი დაუშვა. რუსებს მთელი დღის ხშირად ღამის გატარებაც ბენზინ გასამართს ადგურებთან უწევთ. კილომეტრიანი რიგებითა და კრიზისით შეწუხებული მოქალაქეები ვერ ხსნიან, რატომ ხდება ეს მათ თავს. პარალელურად კი უკრაინა ოკუპანტების ნავთობ ქარხნების ინტენსიურ დაბომბვას განაგრძობს. ლატვია და უკრაინა რუსეთის საზღვართან ახლოს დრონების ერთობლივ საწარმოს ააშენებენ. უპილოტო საფრენი აპარატების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი უკრაინის პრეზიდენტმა და ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ივნისის დასაწყისში ტალინში მოაწერეს. ივანიშვილის დაწყევლის გამო მოქალაქე 3000 ლარით დააჯარიმეს. თამუნა გიორგაძეს სამართალ დამღვევად მოსამართლე თორნიკე კოჩკიანმა ცნო. აქტივისტს Facebook-ის გვერდზე დაწერილ სტატუსს ედავებოდნენ.